ირაკლი კირცხალია ქართული ოცნების ახალბედა და ახალგაზრდა დეპუტატია. პარლამენტში 2023 წელს გამოჩნდა, მაგრამ ამ მოკლე დროში თავი გამოიჩინა. ეს არის პირდაპირ მათ ხელში რაღაც შანტაჟის იარაღი, ხოლო შანტაჟის ენა სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით დღეს ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული. წლიდან წლამდე თავმაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკორდს ხსნის ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკა არის ვთქვათ ჩვენი ფუნდამენტური საზრუნავი. ქვეყნის ეკონომიკის რა გითხრათ, მაგრამ ირაკლი კირცხალიას საბანკო ანგარიშებს და ქონებრივ დეკლარაციას ნამდვილად არაფერი დაეწონება. 2024 წელს ანგარიშებზე 786,000 ლარი, ხოლო ქეშად 82,000 დოლარი ჰქონდა. მას და მის მეუღლეს 3 ძვირადღირებული ავტომობილიც ჰყავთ, რომელიც ბოლო 6 წელში იყიდეს. დეკლარაციის მიხედვით, ოცნების დეპუტატმა 2023-2024 წლებში მოგზაურობაში 100,000 ლარი დახარჯა. კირცხალიას ხელფასი 3,800 ლარია, მაგრამ პარლამენტარობასთან ერთად ბიზნესმენობასაც ითავსებს. ფლობს 2012 წლიდან შექმნილ 6 კომპანიას, რომლებიც სამშენებლო სექტორში საქმიანობენ. მაგალითად, მისი კომპანიისაა მთაწმინდაზე სამვარსკვლავიანი სასტუმრო ვისტა. მისი კიდევ ერთი შეპესე Epic Development კი თბილისში მრავალსართულიან კორპუსებს აშენებს. მსხვილი ბიზნესმენია ირაკლის მამა, იოსებ კირცხალიაც, რომლის სახელზე ათეულობით კომპანიაა რეგისტრირებული. ხსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად, მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.